მუსიკალური ბგერებით სავსე სარეპეტიციოში მუსიკოსები ბოლო დეტალებს გადიან. ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, პედაგოგი და ორგანიზაციის სახელად გზა მომავალ თაობას დამფუძნებელი მერაბ ბებრალიძე თბილისში უკვე ტრადიციად ქცეული საღამოსთვის ემზადება. ეს რიგით მეორე პროექტია, რომელიც ჩამოვიტანე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ძირითადად მონაწილეები გახლავთ ქართველი ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვცდილობ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მისია ის იყო, რომ ჩამოვიყვანო და ვაზიარო ქართულ კულტურას. მერაბ ბებრალიძის მიერ 2014 წელს შექმნილი საფორტეპიანო სტუდიის მიზანი ამერიკაში მცხოვრები ქართველებისა და არა მარტო ქართველებისთვის ქართული კულტურის გაცნობა და მათთვის მუსიკის სამყაროში გზის გაკვალვაა. შარშან იყო პატარების კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, წელს უფრო გავაფართოვეთ, წელს ჩამოვიყვანე დიდი სტუდენტებიც და შესაბამისად პროგრამაში შესრულდება ისეთი რთული კონცერტები, როგორც არის მოცარტის, შოპენის, რახმაინოვის და ასე შემდეგ. ველოდებით დღეს საღამოს ჩვენს მსმენელს და იმედია, რომ ჩვენს გარკვეულწილად სიამოვნებას მივანიჭებთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს. ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგენა განსაკუთრებით ამაღელვებელია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც საქართველოს პირველად ესტუმრნენ. ამერიკაში ვარ დაბადებული, აქ საქართველოში ჩამოვედი პირველად რომ შევასრულო პოლონიის კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ერთი რაღაცა დედაჩემისთვის ვასრულებ ამას, იმიტომ რომ ძალიან უნდოდა რომ ჩამოსულიყო და ვერ მოასწრო, იმიტომ რომ სამსახური აქვს იტალიაში და ძალიან მიხარია რომ შევასრულო პოლონიის კონცერტო ორკესტრთან ერთად. კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ის ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებიც საქართველოს უკვე კარგად იცნობენ. მე საქართველოში უკვე მესამედ ვარ. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია, რომ ამ წლის გაზაფხულს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის კონკურსის პირველი პრემიისა და ლაურეატის მფლობელი გავხდი. დღევანდელი კონცერტისთვის დიდი ენთუზიაზმით ვემზადებით. საოცარი ხალხია ქართველი მსმენელი და მე ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩამოსვლის და დაკვრის საშუალება მეძლევა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეორეჯერ დაუკრავ ქართველი მსმენელის წინაშე. მე შევასრულებ ბახ ვილვალდის კონცერტს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მათთან მუშაობა მართლაც გასაოცარია. მუსიკოსებისთვის გამოჩენილი კლასიკოსების ნაწარმოებების შესრულება ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. დღეს საღამოს ისინი ქართულ მსმენელს განსხვავებულ მუსიკალურ პროგრამას ჰკვირდებიან. ტრადიციულად კონცერტს გიორგი ჟორდანია უდირიჟორებს. ძალიან მიხარია, რომ უკვე მეორე წელია თანამშრომლობ ბატონ მერაბთან. არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ ქართველ მუსიკოსებს და არა მარტო ქართველებს, რომლებიც დაიბადნენ ამერიკაში, აზიარებს მუსიკალურ ხელოვნებას და წელიწადში ერთხელ ჩამოდის და ქართველი მაყურებლის წინაშე აკეთებს პრეზენტაციას მისი ნამუშევრის. შარშან არაჩვეულებრივი კონცერტი ჩატარდა და დღეს წელსაც იმედია ქართველი მსმენელი მოისმენს არაჩვეულებრივად ნიჭიერ ბავშვებს წინვალე პედაგოგის მერაბ ბებრალიძის ხელმძღვანელობით. დღეს 7 ივლისს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მსმენელს მრავალფეროვანი მუსიკალური მოგზაურობა ელის. საღამო ქართველი კომპოზიტორისა და დირიჟორის ოთარ თაქთაკიშვილის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.